რაგბიში 20-ლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი იწყება. ხვალიდან უმნიშვნელოვანესი სპორტული ღონისძიების მასპინძელი საქართველოა. მომდევნო 22 დღის განმავლობაში 16 ქვეყნის ახალგაზრდული ნაკრებების შეხვედრები ჩვენი ქვეყნის ორ ქალაქში, თბილისსა და ქუთაისში გაიმართება. პირველ შეხვედრას ხვალგამართავენ უმცროსი ბორჯღალოსნებით. საქართველოს უელსის სარაგბო დაპირისპირება თბილისის დროით ზუსტად 18 საათზე დაიწყება. რაგბიში 20-ლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის ყველა მატჩის პირდაპირ ტელერეპორტაჟს პირველი არხი სპორტი პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ. საქართველოს ხვალიდან 18 ივლისის ჩათვლით კვლავ მსოფლიო რაგბის ყურადღების ცენტრში იქნება. ჩვენი ქვეყანა 20-ლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატს მეორედ მასპინძლობს. ტურნირის ფარგლებში 40 მატჩი თბილისსა და ქუთაისში გაიმართება. 20-ლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატი პრესტიჟითა და მასშტაბით კაცთა მსოფლიო თასის გათამაშების შემდეგ მეორე უმნიშვნელოვანეს შეჯიბრად ითვლება. სწორედ აღნიშნულ ტურნირზე იწყება იმ მოთამაშეთა დიდი გზა, რომლებიც მომავალში მსოფლიო რაგბის ვარსკვლავებად ყალიბდება. ასეთი დონის ტურნირში კი ახალგაზრდა ბორჯღალოსნები მაღალი მიზნებით ერთვებიან. მოვიდა ის დღე, როცა შეიძლება ჩვენი ამდენი შრომა დაფასდეს, რაც შეეხება ამ კვირას არაჩვეულებრივად ჩაიარა ბიჭები, მოტივირებულები არიან და დარწმუნებული ვართ იმაში, თუ მოვახერხეთ ჩვენი თამაშის იმ სცენარის წარმართვა, კონტროლი და ბოლომდე, თავიდან ბოლომდე თამაში დარჩენა შეიძლება იმ მიზნისთვის ბრძოლა, რომელიც უელსთან გამარჯვება. ჩვენი გუნდი A-ჯგუფში მოქმედ ჩემპიონ სამხრეთ აფრიკასთან, უელსთან და ურუგვაისთან მოხვდა. ჯგუფის მატჩებს საქართველოს ნაკრები ავჭალის სარაგბო სტადიონზე ჩაატარებს. 2026 წლის პირველ შეხვედრას უმცროსი ბორჯღალოსნები უელსთან ხვალ 27 ივნის 18 საათზე გამართავენ. 2 ივლის 20 საათსა და 30 წუთზე სამხრეთ აფრიკას, 7 ივლის კი ურუგვაის დაუპირისპირდებიან. კარგი გაწყობა გუნდში, ვიცით გავიარეთ მეტოქის თამაში, ვიცით ყველა მის ძლიერი და სუსტი მხარეები. ჩვენც კარგი ვარჯი ჩავატარეთ, ორდღიანი და მზად ვართ. ქართველი მორაგბეები საკუთარ მოედანზე გულშემატკივრის აქტიურ მხარდაჭერას ელიან. საქართველოს 20-ლამდელთა ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე 2016 წლიდან ასპარეზობს. ბორჯღალოსნების მიერ ნაჩვენების საუკეთესო შედეგი მერვე ადგილია. წლევანდელი ტურნირი განახლებული ფორმატით ტარდება. გუნდების რაოდენობა 12-დან 16-მდე გაიზარდა. რაც გვაკლდა პატარ-პატარა მომენტები, ისინი ყველაფერი გამოვასწორეთ და ვფიქრობ, რომ ხვალ მაქსიმალურად მზად ვარ და მაქსიმალურად ყველაფერს გავაკეთებ თამაშისთვის, იმისთვის რომ მოვიგოთ. ვისაც საშუალება იქნება, ხვალ მოგბრძანდით სტადიონზე 6 საათზე, ავჭალის სტადიონზე და გულშემატკივრად. ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი ბიჭებისთვის და ჩვენთვის და გვირდებით, რომ გამარჯვებით დასრულდება ეს დღე. საქართველოში სარაგბო ციებ-ცხელება 22 დღე გაგრძელდება. მატჩების პირდაპირ ტრანსლაციას გულშემატკივარი პირველ არხსა და პირველი არხის სპორტზე იხილავს.